და კობახიძე ამ ხრივ იყო ფლაგმანი. ეხლა ეს უნდა ვაღიაროთ, ცხადია, მისი შესაძლებლობებიც აღემატებოდა სხვებს, ინტელექტუალურიც მათ შორის. კობახიძეს ვერ დავადანაშაულებთ იმაში, რომ ის გაუნათლებელი კაცია, არ არის გაუნათლებელი კაცი. კობახიძე არის ჭკვიანი ტიპი, ძალიან სიღრმისეული, ძალიან კორექტული, ძალიან თავაზიანი და არის ძალიან ჭკვიანი ტიპი. ესეთი ღრმა აზროვნება შეუძლია. პლუს კობახიძის განათლება, ხა ჩვენ როგორ მოგწონს პერსონალურად ეგ სხვა თემა, მაგრამ მისი განათლება, მისი თარგობრივი ღირებულება და ასე შემდეგ, ხო? მართალ ჩემი გადასახედიდან ირაკლი კობახიძე ეს არის მაღალი კლასის პოლიტიკოსი. ირაკლი კობახიძე ჩემი აზრით შეიძლება სწორი კადრი იყოს, იმიტომ რომ წესრიგი და რაღაცნაირად ის რომ პარლამენტში სამწუთას ქართული ოცნება დადის, აი წარმოიდგინეთ რომ ამდენი ბიზნესმენი ადამიანი, ამდენი იქით რო ყავთ დასაქმებული და ანუ ეს კობახიძის დაორგანიზებული. ხო და წარმოიდგინეთ რომ ეს ხალხი 9 საათზე რო დადის დილით, აი დამენეჯმენტებული 1000 კაცი ყავს თანამშრომელი თითოეულ მათგანს. და ხო წარმოგიდგენია თანამშრომლებთან მათი იერარქია როგორ არის და აქ პარლამენტში პირიქით ეს იერარქია მოაწყო ირაკლი კობახიძემ და აკურატულად. ისე რომ ყველას უხარია პარლამენტში სიარული. და წარმოიდგინე რომ ეს ხო ძალიან საჭირო უნარია. საინტერესოა კობახიძის ექნება თუ არა მსგავსი კომენტარები, იმიტომ რომ თუ ვინმე იყო პოლიტიკოსი თავისი მოქმედებებით, კარგი და ცუდი, ამას არ ვამბობ, მაგრამ პოლიტიკური აზროვნება იმ გუნდში ყველაზე მეტად მას ახასიათებდა. თუ კობახიძე ხდება მომავალი პრემიერი განათლებულია. ჩემი გადმოსახედიდან კობახიძე შეიძლება უფრო რთული ოპონენტი იყოს ოპოზიციისთვის. სამართლის დოქტორია, კი ბატონო.